სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ლუკას სახარების დღეს წაკითხული ეპიზოდი ამხელს ადამიანის სუსტ ბუნებას ლერწამივით რომ იმოირხევა. გვიჭირს და მაშინ დავფიქრდებით ჩვენს ცხოვრების ამოუებაზე. ავად ვართ, ძიმესნეულებაში ვართ, ხშირ შემთხვევაში გონიერ ადამიანს ახსენდება ამ დროს ღმერთი. ახსენდება მისი შეცოდებანი. ღვთის წინაშე, ადამიანის წინაშე. ცდილობს შეინანოს, ცდილობს კეთილი საქმეები აღასრულოს. ცდილობს რომ მადლობელი იყოს ღმერთის. როგორც კი სნეულება გაივლის, ამის შემდეგ თავდება ასეთი სულიერი წუხილი და კვლავ იწყება ჟამი. ჟამი ჩვენი ურწმუნოების თუ მცირედ მორწმუნეობის, როდესაც ღმერთი აღარ გვახსოვს. აღარ გვახსოვს არც სიკვდილი, რომლის წინაშეც ჩვენ ვიმყოფებოდით. აღარ გვახსოვს არც მოყვასი და ისევ მიწიერ ცხოვრებაში ჩაფლული ვაგრძელებთ ცხოვრებას. სიკვდილი კი კარზე გვადგას ყველას. ის თავის დროზე ყველა ჩვენთაგანს გვეწვევა. ამიტომ დავფიქრდეთ სიკვდილის შესახებ და მოусმინოთ მღვდელმთავარს ილია მინიატის. თუკი ზეციური დოგმატების რწმენა იბადება უფრო სმენით, ვიდრე ხედვით, მიწიერ მოვლენათა რწმენა უფრო ხედველობისგანაა, ვიდრე სმენისაგან. მოვედ და იხილე, საკმარისია მოხვიდე და დაინახო, რომ ირწმუნო, მაგრამ ყველა იმ მოვლენიდან, რომელიც იმდენად გვრწამს, რამდენადაც ნათლად ვხედავთ, არის ერთი, რისიც გაჭირვებით გვჯერა, თუმცა კი ხშირად ვხედავთ მას. ჩვენ ამაუების სამყაროში თითქოს და გლოვის ღელეში ვცხოვრობთ. სიკვდილს ყველგან ყოველთვის, ყოველ დროს, წელიწადის ყოველ დღეს, ყოველ საათს უყურებთ. ხედავთ ყველა ასაკში, ყრმობაში, სიბერეში და სიცოცხლის ზღუბლზეც, ყოველ ადგილას, ხმელეთსა და ზღვაზე, ღარიბთა მოგრძალებულ სახლებში, მეფეთა და ძლიერთა ამა ქვეყნისა და დიდებულ სასახლეებში. მცირედ და ცოცხალთა სამყოფელი ეს სამყარო უთვალავ მკვდართა კუბოა. ჩვენ არ ვკვდებით, ან მკვდრებს ვმარხავთ, ან დაგვტირიან, ან ჩვენ დავტირიცხვებს. არაფერს ისე ხშირად არ ვხედავთ, როგორც სიკვდილს და არაფერში ვრწმუნდებით ისე ძნელად, როგორც მასში. ვხედავთ სხვები როგორ კვდებიან, მაგრამ არ გვჯერა, რომ ჩვენც დავიხოცებით. ვაღიარებთ, რომ მოკვდავნი ვართ, თუმცა ვაკეთებთ იმას, რაც უკვდავთათვისაა დამახასიათებელი. მას ასე ჩვენ ცდომილებაში ორმაგად ვარდებით. რამე თუ უკვდავების მოიმედენი, ცოდვაში ვცხოვრობთ და კვდებით როგორც ცოდვილნი, რომ საუკუნოდ ვიტანჯოთ. ორმაგია დანაკარგი იმედისა, რომელსაც ვკარგავთ და ცხონებისა, რომელსაც ვერ მოვიპოვებთ. ჰოი ამაოდ მრძნობო ადამიანო, რა იარს კაცი უკვე თუ ცხოვრობდეს და სიკვდილი არა იხილოს. შენ იმისათვის დაიბადე, რომ მოკვდე, მხოლოდ ერთ რამეს შეეძლო შენი დახსნა სიკვდილისაგან. საერთოდ რომ არ გაჩენილიყავ, თუ კი არ გჯერა ნეშტისა, რომელსაც ხედავ, თუ კი არ გჯერა საფლავებისა, რომლებზეც აბიჯებ, მაშინ ერწმუნე იმას, რასაც დღეს გეტყვი. მოვედ და იხილე. მოდი, რათა იხილო ორი საშინელი ჭეშმარიტება. პირველ რიგში არაფერია იმაზე უდაო, ვიდრე სიკვდილი. ოდესმე აუცილებლად მოკვდები. მეორე არაფერია ისეთი განუსაზღვრელი, როგორც სიკვდილი. შენ არ უწყი დრო, როდის მოკვდები. ვაგლახ მე უნდა მოკვდე,
ეს რა საშინელი რამაა, მაგრამ არ ვიცი როდის მოვკვდები. ეს კიდევ უფრო საშინელია. ქრისტიანო, კარგად ჩაწვდი ამ ორ გარემოებას და ჩემი სიტყვის მიდევნით ყურადღებით მოვედ და იხილე. პირველი ჭეშმარიტება, რომელსაც ჩვენ ყოველდღიური გამოცდილება უტყუარად დაგვიმოწმებს, მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველანი უეჭველად დავიხოცებით. ამას ვხედავთ, ვაღიარებთ, მაგრამ დაჯერება არ გვინდა. მიზეზი კი ის არის, რომ გვინდა მარადიულად ვიცოცხლოთ და იმაზე ვიმედოვნებთ, რაც გვსურს. არ გვინდა ოდესმე მოკვდეთ და ზურგს ვაქცევთ იმას, რაც არ გვსურს. მე ვამბობ, ეს არის დიდი ცდომილება, რომლის ძალითაც სიცოცხლისადმი განუზომელი სიყვარული ანადგურებს ყოველგვარ ფიქრს სიკვდილზე, მაგრამ მოვედ და იხილე. მე არ გიწევებთ მიცვალებულთა განსასვენებელში, პირქუშ საფლავებში შიშველი ძვლების, მახინჯი თავის ქალის, მყრალი მიწის სანახაოდ და დასარწმუნებლად, რომ სიკვდილი ნამდვილად არსებობს. ასევე იმის გასაგებად, რომ ხუნდება ამ დროებითი ცხოვრების სფერები. არა, მიცვალებულთა ნეშტის სანახავად საფლავების გახსნა საჭირო არ არის. ჟობს 64-ის კარი შევაუდ, სწორედ აქ მოვედ და იხილე, რათა მიხვდე თუ როგორ ცდომილებაში ხარ. ღმერთმა ადამი და ევა შექმნა, სიტკბოების სამოთხეში დაასახლა, რათა მისი სილამაზით ეხარა და მისი ნაყოფით ესაზრდოათ. მორჩილების გამოსაცდელად მათ მხოლოდ ერთი ხის, ცნობადის, ნაყოფის ჭამა უგრძალა, ხისა, რომელზეც სასიკვდილო განაჩენი წააწერა. ყველა დანარჩენი ხე უთხრა მათ, თქვენს განკარგულებაშია, ოღონდ გაფრთხილდით. არა სჭამოთ მისგან რამე თუ განვაწესე, რაწამსაც მისკენ ხელს გაიწვდით, იმ წამს მოწყდებით. ხისა მისგან ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა არა სჭამოთ მისგან, რამე თუ რომელსა დღესა სჭამოთ მისგან სიკვდილითა მოსხდეთ. მაგრამ ევამ პირველმა გაიწვდინა ხელი, მოსყვითა ნაყოფი, შეჭამა და თავის ქმარს ადამსაც მიაწოდა. ევა შეჩერდი, ადამ, რას ჩადი, განა არ გესმათ ღვთის განჩინება, განა ხის ახლოს ვერ ხედავთ სიკვდილს, მათ ესმოდათ, ხედავდნენ და მაინც იგემეს. ნუ თუ ასეთი უგონონი იყვნენ, დიახ იყვნენ, რამე თუ ისინი ბოროტმა გველმა აცდუნა და ღმერთმა განაჩინოს ეს, ნუ შეგაშფოთებთ, უთხრა გველმა. და აქ ამ ხეში იყო სიკვდილი, ნუ შეგაშინებთ ის ჭამეთ, არ მოწყდებით, არა სიკვდილით ამ მოჰკვდეთ. უცნაურია, ღმერთი ეუბნება მოწყდებითო და არ სჯერათ, ეშმაკი ეუბნება არ მოკვდებითო და სჯერათ. სიკვდილი თვალწინ აქვთ და მისი არ ეშინიათ. რა არის ეს? ჭეშმარიტად ეშმაკის სასტური, რომელიც გახდა მიზეზი უკიდურესი უბედურებისა. შეცდომილნი უკვდავებაზე ფიქრში მოწყდნენ და მყისვე დაკარგეს სამოთხე. მადლი, დიდება, უკვდავება და ღმერთი. შენც ასევე ცთუნდები და ასეთსავე უბედურებაში ვარდები, ქრისტიანი. დღენიადაგ ხედავ სიკვდილს, ხედავ ქუჩაშიც და შენ სახლშიც, ხედავ უცხოთა და ნათესავთა ზედა მოწევნულს, სიკვდილს, მოზრდილებისას და ბავშვებისას, მოხუცებისას და ჭაბუკებისას. შენ დაკრძალე მამა, ანძე თვალნი დაუხუჭე ცოლს, შენსას. დაიტირე მეგობარი, ხედავ ყველანი როგორ კვდებიან და არ გჯერა რომ შენც მოკვდები. ვინ გატყუებს? ისე ის, ვინც ადამი და ევა მოატყუა. ეს ეშმაკი გელაპარაკება საიდუმლოდ შენს გულში. არა მოკვდე, თუმცა კარგი იქნებოდა ყოფილიყავი ახალგაზრდა ჭაბუკი, ან ძალღონით ახსავსე მამაკაცი, მაგრამ სნეული ხარ და 1000 ტანჯვით დამძიმებული. შენ მოხუცი ხარ, ცალი ფეხი უკვე ჩაგიდგამ სამარეში და მხოლოდ სალით გახარ მიწაზე. ცოცხალი ლეში ხარ, სიკვდილი კისერზე კიდია და მაინც არ გეშინია მისი. ვინ გატყუებს? ეშმაკი, რომელიც გეუბნება, არა მოკვდე. ადამი უკვდავ შეიქმნა და ჰქონდა გარკვეული უფლება, მისი არ შინებოდა. ადამს ჯერ არავისი სიკვდილი არ ენახა. ამიტომ არაფერია იმაში გასაკვირი, თუ კი ფიქრობდა, რომ
არ მოკვდება, მაგრამ შენ მოკვდავი ხარ, შენ გინახავს, მომაკვდავნი და მაინც უკვდავების იმედი გაქვს. ვინ გაცთუნებს? ეშმაკი, რომელიც გეუბნება, არა მოკვდე. სიტყვით შენს აღიარებ, რომ მოკვდები, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ჯერა და იმედოვნებ, რომ ეს არასდროს მოხდება. ეს დაჯერებულობა გონებას გიბნელებს და შენ ვერ ხედავ, თუ რა დიდი საფრთხე გემუქრება. ეს იმედი მუდმივად შენში ბუდობს და გაიძულებს, გჯეროდეს, რომ ხვალ ისევ იცხოვრებ, როგორც დღეს. იცხოვრე, აწმყო მომავალში გარწმუნებს, ცხოვრების გზა გრძელი გეჩვენება და მის ბოლოს ვერ ლანდავ. დღეთა რიცხვი მრავალი გგონია და უკანასკნელ დღეს ვერ ხედავ. აცხოვრობს და გწამს, რომ ყოველთვის იცხოვრებ. ვინ გატყუებს? ეშმაკი, რომელიც გეუნება, არა მოკვდე. ეს ნამდვილად ასეა. შენ რომ სიკვდილზე გეფიქრა, ანგარებას, წყენინებას და ძარცვას დაუტევებდი. მტერს თანაუგრძნობდი, შეწყვეტდი განკითხვას, მოწყალებას გაიღებდი. ისე ხშირად არავის შეხვდებოდი, როგორც მოძღვარს. შენი მზერა არა მიწისკენ, არამედ ზეცისაკენ იქნებოდა მიპყრობილი. მხოლოდ სულზე, ღმერთსა და სამოთხეზე იფიქრებდი. მაგრამ ცხოვრების დასასრულს მიახლოებული, ამაზე ნაკლებად ფიქრობ. კიდევ უფრო ნაკლებს ფიქრობს ის, ვინ ცხოვრების შუაგზაზეა. სულ მცირეც ან სულაც არ ფიქრობს ის, ვინ ცხოვრებას იწყებს. ანუ ყველა მიიღო პირველ მშობელთაგან ძველი ცდომილი ზნე. ხედავდეს სიკვდილს და არ ეშინოდეს მისი. არა მოკვდე. მაშასე ქრისტიანო, საქმის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველთვის გვახსოვდეს, კარგია სიცოცხლე, მაგრამ უმჯობესია მოკვდე. გინდა გეტყვი ეს როგორ გააკეთო? მოვედ და იხილე. ათენელმა დემოსთენემ ორატორობა მოისურვა, მაგრამ ამაში ხელს ერთი ჩვევა უშლიდა. ლაპარაკის დროს ისეთ უგერგილო მოძრაობებს აკეთებდა, რომ მსმენელთა სიცილს იწვევდა. რა მოიმოქმედა ამ კეთილგონიერმა ადამიანმა? მან გადაწყვიტა, რომ შრომა და გულმოდგინება ბუნებაზე იმარჯვებენ. ამიტომ მოედანზე გამოსული საშუალება რომ არ ჰქონოდა და ხალხს არ ჩვენებოდა, თმა სანახევროდ მოიკვეცა. ჩაიკეტა მიწურში, რომელიც თვითონვე ამოთხარა და მთლიანად ორატორული ხელოვნების შესწავლას მიეცა. წინ სარკე დაიდგა და თავის ყოველ მოძრაობას ყურადღებით ადევნებდა თვალს. თავს ზემოთ შიშველი მახვილი ჩამოიკიდა, ისე რომ მახვილს მისთვის მხრები დაეჭხლიდა. დემოსთენემ საუბრის დროს მხრების უცნაურად აჭეჭვა იცოდა. ასეთი ძალისხმევით დროთა განმავლობაში მრავალი ფიზიკური ნაკლი გამოისწორა და სახელგანთქმული რიტორი, ორატორთა დიდება და ელადის სიამაყე გახდა. შენც ასეთ რამეს გირჩევ ქრისტიანო. ბოროტ ბუნებას, ცუდ ზნეს ან ჩვევას წარსაწმენდელისაკენ მიყავხარ. თუ გინდა რომ ბოროტება გამოასწორო, თმა სანახევროდ მოიკვეცე. ანუ განაგდე ამას სოფელსა და სიცოცხლეზე ზედმეტი ზრუნვა. სულ თუ არა სანახევროდ მაინც, ყოველდღე ჩაიკეტე შენს ოთახში. 1 საათით ღმერთთან განმარტოვდი და ილოცე. შემდეგ კი საკუთარ თავს უთხრა, მე ოდესმე მოკვდები, ეს უდავოა და შენთვის სიტყვები მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც იყოს სარკე, რომელშიც იყურები. ამით ამაყად აღზევებულ შენს ხორცს დაამდაბლებ. სულ იოლია შენთვის საკუთარი თავის დამდაბლება. თვალნი დახარე და მთელი შენი მრისხანება დაცხრება, ამბობს ბასილი დიდი. მე უნდა მოკვდე, მაგრამ არ ვიცი როდის. ეს უცნობია. შესაძლოა დღეს, ან ხვალ, ან იქნებ ამ წუთს. სწორედ ესაა ის გაშიშვლებული მახვილი, რომელიც შენს მხრებს ზემოთ კიდია და ღმრთის შიშში გაკავებს. ცოდვის ჩადენას არ განებებს, სწორედ ასე გამოსწორდები. ამ ცხოვრებაში მართლად იცხოვრებ და სიკვდილის შემდეგ წმინდა იქნები. ჰოი ამ ცხოვრებაში რა რიგ ძლიერი წამალია ეს ხსოვნა სიკვდილისა. ღმერთმა მოგმადლოს ჩვენს ფიქრი იმაზე, რომ ეს მიწიერი
ფიქრის უნარი იმაზე, რომ ეს მიწიერი ცხოვრება წარმავალია და როდის გავალთ ჩვენ ამ მიწიერი ცხოვრებიდან არ ვიცით. ამდენად რეალობა, სიმართლე და ჭეშმარიტება არის ის, რომ ჩვენ გავალთ. ვიფიქროთ იმაზე, რომ ღვთის წინაშე ღირსეულად წავსდით. ღმერთმა დაგლოცოთ და გაბარდოთ.